ამ ფიციდან ერთი წლის თავზე სტუდენტები თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. 19 აპრილს 19 საათზე ისინი პარლამენტთან შეიკრიბებიან. შემდეგ გმირთა მოედანზე მსვლელობით მივლენ. ღამით კი ხაშვეთის ეკლესიასთან აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ. აქციის ორგანიზატორი დაფიონია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დღეს ციხეშია. 19 აპრილს ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ დაფიონმა სიჩუმე დავარღვიეთ. არ გქონდა კამერები, დაფინანსება, დიდი ტრიბუნა, მაგრამ ყავდა ერთმანეთი. და გქონდათ კივილი, ძიმე, გაუყოფლად საერთო. კივილი, რომელსაც სამშობლო ქვია. რეჟიმი ჩუმად გვიყურებდა. ფიქრობდნენ, რომ დავიღლებოდით და დავმარცხდებოდით, მაგრამ ჩვენ თქვით სიმართლე. ვიყვირეთ. დავდექით 19 აპრილს შიშის გარეშე, ისევე როგორც დღეს ვდგავართ აქ, ერთი წლის შემდეგ. მაშინაც აღდგომას ხვდებოდით. ქრისტეს აღდგომის მოუდინში, ქვეყნის გაგუძებას ვოცნებოდით. მაგრამ დღეს ბევრი ჩვენას გვერდით ვეღარ ხედავთ. რეჟიმმა ისინი გისოსებს მიღმა ჩაკეტა. ზვიად ცეცხლაძე, დაფიონის ლიდერი, იმ სიმართლის ნაწილი იყო, რომელიც მაშინ ავანდეთ. მის ხმას ციხის კედლებიც ვერ აჩერებს. ის მაინც გვწვდება პირდაპირ გულამდე, რადგან იდეას ვერც კედელი აჩერებს და ვერც ბოკლომი. დღეს როცა სამართლიანობა აღარ არსებობს, როცა პოლიცია აღარ გვიცავს, როცა კანონის სახელით თავისუფალ აზრს კლავენ. სწორედ მაშინ სიჩუმე ხდება დანაშაული, ჩვენ არ გავჩუმდებით. ჩვენ გებით, რადგან არ შეგვიძლია გაჩერება. გებით, რადგან ჩვენ რომ რეჟიმის ტყვეების ადგილას ყოფილიყავით, ისინი ციხიცივ კედლებში არ დაგვტოვებდნენ. გებით იმ სახელით, რომელიც ამ ბრძოლამ დაბადა. ჩვენ ვართ დაფიონი, ხმა ახალი თაობისა. 19 აპრილს ისე ვიფიქრებით, სადაც ყველაფერი დაიწყო. იმ ღამეს ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას სინათლე წაყვართვას. ვიბრძოლებთ მათთვის, ვინც ახლა სამშობლო სიყვარულის გამო ციხეშია. ვიბრძოლებთ მათთვის, ვინც ჯერ არ დაბადებულა. და ვიბრძოლებთ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანას უნდა დაუბრუნოთ. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. 19 აპრილს დაანონსებულ აქციას უერთდება თესეუს სტუდენტური მოძრაობა. 19 აპრილს უერთდებით სტუდენტურ აქციას პარლამენტთან, საიდანაც გადავინაცვლებთ გმირთა მოედანზე, სანაპიროს გავლით. სწორედ აქ გავიმეორებ გასული წლის 19 აპრილს დადებულ ფიცს გმირების წინაშე. შემდეგ კი ყველა ერთად აღდგომას შევხვდებით ხაშვეთის ეზოში. რეჟიმს არ მიუცეთ საშუალებას გადაუხიოს ეროვნულ კონსტიტუციურ გზას. მარშის ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძეა. ჩვენ აქ მყოფი ვუსურებთ მხნედ ყოფნას თითოეული რეჟიმის ტყვეს. ამ ბრძოლას გამარჯვებით დავაგვირგვინებთ. აქციას ასევე უერთდებიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. უერთდებით 19 აპრილს ზვიად ცეცხლაძის მიერ ციხიდან დაგეგმილ სტუდენტურ აქციას პარლამენტთან, საიდანაც გადავინაცვლებთ გმირთა მოედანზე. იქ სადაც ერთი წლის წინ 9 აპრილს გმირების წინაშე დავდეთ ფიცი. ფიცი რომ არაზრს შევწყვეთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. დღის ბოლოს კი ხაშვეთის ეკლესიის წინ შევიკრიბებით, სადაც იმედითა და რწმენით ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენს ფიქრებში იქნებიან რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პატიმრები და ჩვენი მეგობარი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ჯაბუა, რომელიც თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლის ფასს ამჟამად თავისუფლებისთვის უკანონოდ აღკვეთით იხდის. მათი ტკივილი ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ვიბრძოლებთ, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ. 19 აპრილს სტუდენტებთან ერთად იქნებიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც. ჩვენ იმ ადამიანების მშობლები ვართ, ვისაც დღეს რეჟიმი თავისუფლებას ართმევს. ჩვენი შვილები არ ყოფილან დამნაშავეები. ისინი იყვნენ უშიშარი და სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებულები. დღეს ისინი ციხეში არიან. რადგან თქვენს ის, რასაც სხვები ჩურჩულით ამბობენ. მათთვის კარის დაკეტვა ვერ გახდა მათი გაჩუმების მიზეზი. და არც ჩვენთვის გახდა შიშის მომტანი. ჩვენ არ გვაინტერესებს დაპირებები და ცარიელი სიტყვები. ჩვენ გსურს სამართალი და არ მოვითმენთ სხვა არჩევანს. ჩვენი შვილები არ უნდა ისჯებოდნენ იმისთვის, რაც დღეს ასე იშვიათია. სიმართლე, თავგანწირვა და სუფთა სინდისი. დღეს დგავართ როგორც მშობლები, მაგრამ ვლაპარაკობთ როგორც მოქალაქეები. ვინც ხედავს როგორი იღება საზღვარი. კანონსა და ძალადობას შორის. არასდროს. ჩვენი შვილების ადგილი ციხეში კი არა. ამ ქვეყნის თავისუფალ მომავალშია. და სანამ ისინი იქ არიან, ჩვენ აქ ვიქნებით. ხმა მაღლა. მტკიცეთ და ერთად. 19 აპრილს ჩვენ მივდივართ. არა სიბრალულით, არამედ სიამაყით. ვიდგებით და იქამდე არ გავჩერდებით. სანამ უკანასკნელ პატიმარს არ გავუშვებთ სახლს. დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილს ავრცელებს ზვიად ცეცხლაძე. ის მოქალაქეებს 19 აპრილს სტუდენტების გვერდით დგომისკენ მოუწოდებს. გიფიქრიათ ოდესმე ნეტავ მომავალი წლის იმავე დღეს სად ვიქნები. მე მიფიქრია, ეს იყო 2024 წლის 19 აპრილს, როდესაც ათობით სტუდენტმა სრული უმედობის ჟამს ხელში ავიღეთ ეროვნული დროშა და გავემართეთ გმირთა მოედნისკენ სასწაულის იმედად. როცა თავისუფლების მოედანთან უკვე ასობით ვიყავით, იუსტიციის სახლთან 1000-ობით და გმირთა მემორიალთან ფიცის დასადებად 10,000-ობით, მაშინ მივხვდით, რომ ეს სასწაული მოხდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ქვეყნის სიყვარულმა და 10-ოდე სტუდენტმა 10,000-ობით გულანთებული მამულიშვილი გამოვიყვანეთ გარეთ. თვალებში იმედის აგიზგიზებული ცეცხლით. ციხე ვერასდროს
დაამატყუებს, რადგან ეს მევწყვეტ ვიყო თავისუფალი. და თუ ერთხელ მოვახდინეთ სასწაული, მეორედაც შევძლებთ. 19 აპრილს 19 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ. გავიაროთ იგივე გოლგოთის გზა, სადაც ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა. მე იქ ვიქნები თქვენთან ერთად და თქვენ გაიგებთ ჩემს ხმას, რადგან მე გადავწყვიტე რომ ვიყო თავისუფალი. 19 აპრილს უწყვეტი პროევროპული პროტესტის 153 დღე შესრულდება. პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია კვლავ პარლამენტის შენობასთან გაიმართება.